ადამიანები ახალ წელს შედიან არა მხოლოდ ახალი სურვილებით, არამედ დაუმთავრებელი ისტორიებით. ახალ წელს იმას შევხედოთ, რა არ გვინდა კი არა, რა გვინდა. და ადამიანებს რატომ უჭირთ ძველი ტრავმების გაშვება? არ მოედგინე შენი თავი ტრავმის გარეშე. როგორ იცხოვრებ? ჩვენში არის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ შეხებია ეს. უბრალოდ ჩვენ თვითონ არ შევდივართ იქ. და რა არის ამ ოთახის გასაღები? უნდა მოგბეზრდეს ეს თამაში. წარსულიდან მოვათრევ, ასე ვთქვათ, იმას, რაც ჩემი არ არის. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი წარსული, პირველი ნაბიჯი არის ამისი მიღება. აი, რას ნიშნავს ნამდვილი აღიარება? ეს არ არის აღიარება, ეს არის თვითგვემა. აი, როდესაც ქალი იღებს ზედმეტ პასუხისმგებლობას, იმის მიახლოებულიც არ აქვს კაცს აღებული. ის ბალანსი, რომელიც გარდაუვალია, შემდეგ თაობებს რო არ აისახოს. პირველი ნაბიჯი რა არის? ჩემი თავის მიღების. დაფიქრდი საკუთარ თავს პატივს წემ საერთოდ. რაში ეხმარება სისტემური განლაგება ადამიანს? დაახლოებით 2 კვირაში ვგებულობ სიძისგან, მაშინ 36 წლის ვიყავი, რომ მე ვარ ნაშვილები, თურმე ბიოლოგიური დედა მაშინ ცოცხალი იყო. სიმშვიდის განცდა შენ ცხოვრებაში ვერ დადგება ვერასდროს, თუ ადგილი არ არის განთავისუფლებული მისთვის. რისიც გვეშინია და რატომაც ავრისკავთ, იმიტომ რომ გვეთკინებ. და თუ კივილი არ მინდა რომ იყოს, მაშინ სიხარულიც არ იქნება. ეს ორივე ერთად მოდის.